მოგესალმებით, მე ვსაუბრობ მაყურებელს, მადლობა ამ შესაძლებლობისათვის. ახლა ძნელია აბსოლუტური სიზუსტით საუბარი ამ ყველაფერზე, იმიტომ რომ წესით ასეთ რაღაცას ნორმალური ქვეყანა რო იყოს, გამოძიება დაიწყებოდა და მან უნდა გამოიძიოს ერთის მხრივ რამდენად ჯდება მართლა მთელი ეს ტრანზაქციები საქართველოში ოკუპაციის შესახებ კანონის ფარგლებში, რამდენად არა აქვს გამოყენებული ეგრეთ წოდებული რაღაცა შავი ხვრელები ამ კანონში და ამის მიხედვით არ ხდება და რაც ყველაზე მთავარია, რამდენად დაცულია ამ ტრანზაქციებისა საქართველოს ინტერესი, ჩვენი უსაფრთხოების ინტერესები და საქართველოს ის ინტერესები, რაც წერია საოკუპაციო კანონში. ემსახურება თუ არა ეს საქართველოს ინტერესს, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მშვიდობიან საფრთხეს. ემსახურება თუ არა? რა თქმა უნდა, ეს ემსახურება რამოდენიმე ადამიანის, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ კარგი გამოძიების პირობებში აუცილებლად ბოლოს დიდი ფულის ამბავია, მარტივად რომ ვთქვათ და არანაირი ძალიან დიდი ფულის ამბავია. ძალიან დიდი ფულის ამბავია, ეს რაღაცა მართლა უსამშობლო ხალხი ამაზე უდიდეს ფულს აკეთებს. ეს არის აი უკიდურესი ინფანტილიზმი, პირდაპირ ვიტყვი თქვენ ესეთი არ მოვერიდები, უკიდურესი ინფანტილიზმი, ვინმეს თუ გონია, რომ საქართველოში იქ სამურზაყანოში და გალის მოსახლეობას იმაშვება, ემსახურება ეს საწოვე. აი ეს არის ეხა არ ვიცი, არ მინდა ამაზე ცუდი შეფასება გავაკეთო და შორს წავიდე. უბრალოდ ინფანტილიზმი, არა სერიოზული ამაზე ლაპარაკი. ხალხო, გალის მოსახლეობა არის ხალხი, რომელსაც სკოლებში ბავშვებს უკრძალავენ ქართულად ლაპარაკს, არძიმბას სურათებით ატარებენ ყველა ომის წლის თავზე. ყველაფერ ქართულს უკარ არ ხშობენ ქართულ არხებს და ვინც გადმოდიან საზღვრისაკენ, ან სამედიცინო დახმარება მიიღო, ან განათლება, ასე შემდეგ, მათ ოჯახებს მერე დევნიან, რეპრესიებს უტარებენ და ქართულად ნათქვამი სიტყვის გამო იჭერენ ხალხს და აწამებენ. აი ხა როგორ გონიათ, რომ აქედან ამე წავა და დანიშნულებს სულ კეთილშობილი მიზნები ქონდეს იმას, ვინც აგზავნის ეს ყველაფერი ამდენი ტონა საწვავი გალის მოსახლეობას მოხდა. არა, რა თქმა უნდა. ლაპარაკი არის, რომ აფხაზეთის გავლით, იმიტომ რომ ეს არის ეგრეთ წოდებული no man's land-ი, აფხაზეთის გავლით მე ეს საწვავი სად მიდის და უბრალოდ რა ვიცი, კითხვების ხო კრიტიკული აზროვნების საკითხი არის, რომ გავიხსენოთ ის რაღაცა უამრავი ვიდეო, რომელიც აჩვენებს საწვავის კრიზისს რუსეთის ფედერაციაში და მე მგონი მარტივად დავაწყობთ ლოგიკურ პაზლს. თქვათ, დეფიციტის აღმოფხრაში ექნება მნიშვნელოვანი არ ამგონია ფედერაციულ მასშტაბში. გეკითხებით იცით, რომ აი ბოლო ერთ-ერთი შეფასება ეხა რომ გავიხსენოთ, უკვე დღის ბოლოა და ბევრი დაგროვდა. ერთ-ერთი იყო აი დასაწყისშივე დღის იონა თამიშვილის, რომელიც სასაცილოს უწოდებს კითხვას, რომ თქვათ აღმოფხვრის თუ არა რუსული საწვავზე რუსეთში დეფიციტს, აი თუ ეს შენატანი, ესე რომ ვთქვათ. ასე დააყენა საკითხი ქართულმა ოცნებამ, ეხლა გასაგებია რომ ეს მხოლოდ მისი ნაზრევი არ არის, ეს არის პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ისტაბლიშმენტის განწყობა, ხო, მათი. ხელობა არის რომ ნიველირება გაუკეთონ მასშტაბს, როცა ლაპარაკი არის 3000 ტონაზე, 3000 ტონაზე ცალსახად ეხლა დავეთანხმები. ამ ხანակ იონა თამიშვილს ვერ დაფარავს ეროვნულ კრიზისს მთელი რუსეთის მასშტაბით, მაგრამ რა ვიცი, სამხრეთ რუსეთში დიდ შეღავაც მისცემს, როგორც შეერაღებულ ძალებს რუსეთის ფედერაციის, საქართველოს მტრად ჩვენთვის მტერი არმიისთვის, შეერაღებულ ძალებსაც მიცემს გარკვეულ შეღავაც და საცალო ქსელშიც გარკვეულ შეღავაც გამოიწვევს. ეხლა წარმოიდგინეთ, რაღაც ნაწილი საქართველოსდან შევა, რაღაც ნაწილი ბელორუსიდან შევა, რაღაც ნაწილი ყირგიზეთიდან შევა, ის ქვეყნები, რომელიც აქამდეც არიან შემჩნეული, ხო, რუსეთთან აი ამ რაღაცა სანქცირებული ტურისტით ვაჭრობაში, რაღაც აქედან შევა, რაღაცა იქიდან შევა, რაღაცა ჩინეთიდან შევა და ბოლოს შეიკრება, ანუ თავარი ის კი არა რომ საქართველოს სრულად დაფარავს რუსეთის მოთხოვნას საწვავზე, ეს ხო არ არის თავარი. თავარი არის რომ საქართველოს იღებს ცივილიზაციის წინააღმდეგ საქმეში თავის თანამონაწილეობას. საქართველოს ხელს უწყობს იმას, რომ რუსეთი დარჩეს ისევ რაღაცა ზედაპირზე და იტივტივოს. ამაში უწყობს ხელს. რომ რა მასშტაბით და რა საშუალებით ამას მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტია, რომ ხელს უწყობს. ფაქტია, რომ ეს საწვავი არ გაჩერდება აფხაზეთში და მით უმეტეს ფაქტია, რომ ეს საწვავი არ მოემსახურება ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესებს. მე ვთვლი, რომ აფხაზების ჩვენი თანამოქალაქეები არიან, მე არ მაქვს ეს განწყობა. მე ვთვლი, რომ აფხაზების ჩვენი თანამოქალაქეები არიან, მაგრამ არც ეთნიკურ აფხაზებს და არც ეთნიკურ ქართველებს აფხაზეთის ტერიტორიაზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეს საწვავი არ მოხმარება. თაზო, რამიდე ხარ უკითხოთ. აი, ქართული ოცნება რატო არ თulis თავს ვალდებულად, რომ კიდევ უფრო მეტი განმარტება გააკეთოს ამაზე, იმიტომ რომ ხო გამოვიდა ეს ინფორმაცია, მერე დაადასტურეს, რომ აი ხელისუფალს უნდა აღელვებდეს თუ არა, რომ აი ერთმა მოქალაქემ რომ მაინც ჩათვალოს, რომ თქვათ ეს საწვავი
იმას ხმარდება, რასაც რუსები უკრაინაში ატრიალებენ, ეს ხო ამან შესაძლოა რაღაც ელექტორალური დაზიანებაც გამოიწვიოს. ოცნების, იმიტომ რომ 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ არ ნიშნავს რომ მათი მხარდამჭერები, ქართული ოცნების ყველა არის ხშირად პოლიტიკოსები ბევრი ასეთ უფლებას ეს თქვენი ვალია რომ მისცეს თავს და უფრო ღრმა შეფასება გააკეთოთ, რომ იძახიან რომ აი ყველა თქვათ პრორუსია და ასე შემდეგ. მაგრამ ეს არ არის ესე, ვერანაირად ესე ვერ იქნება, ხომ? რომ არ არის პრორუსი ყველა და პრორუსულ პოლიტიკას მხარს არ უჭერს. ეხლა რა მინდა კითხოთ? საქართველოში. მერტა დაგვიფაროს. ეხლა თქვენ რა მინდა რომ კითხოთ? აი რაც არის სახეზე ფაქტი, რომ პროპაგანდა ეხება ოცნების ომს და მშვიდობას. მტერი რუსეთს ვერ ეძახიან და მტერი deep state-ია. სამიზნე, აი 12 და 11 აგვისტოსაც, როდესაც ეს კრიტიკული დღეები იყო და ფინალური დღე ამ ტრაგედიის დღეების აგვისტოს ომის, ევროკავშირს უსვამდნენ კითხვებს, რომ რატო არ დაეხმარეთ საქართველოს, რომ შესრულებულიყო და რატო არ ქონდათ შესაბამისი რეაქცია და ასე შემდეგ. აი ეს თქვენთვის რა ტიპის დამაფიქრებელი აქტია იმ კონტექსტში, რომ ოპოზიცია, რომელსაც აქვს პრეტენზია და უნდა კონდეს კიდეც რომ ჩაანაცვლოს ეს ხელისუფლება, იყოს უკეთესი უსაფრთხოების და კონფლიქტების მოგვარების ხედვის ავტორი. გესმით? თქვენი თავი მოანდომოთ ხალხს საზოგადოებაში და ხელისუფლებაში და ჩაანაცვლოთ ის სურათი, რომელიც არის პროპაგანდის, სამიზნის, მტრის დასახელების თუ სხვა მხრივაც. აი ამისთვის რა კეთდება? პირველ ნაწილს უპასუხო რას თქვენ თქვით აი ამ საკრავის საკითხთან დაკავშირებით და გეთანხმებით რომ ნორმალური ხელისუფლება რა თქმა უნდა ზრუნავდეს იმას რომ აბსოლუტურად გამჭვირვალე იყოს ესეთი პროცესები რომელიც ეხება ისეთ სენსიტიურ თემას როგორც არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეგრეთ წოდებულ სეპარატისტებთან რაიმე ტიპის ურთიერთობა იმიტომ რომ ეს მძიმე მოვლენაა ხო 300,000 ჩვენ თანამოქალაქე არის იძულებით გადაადგილებული საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან იქ ადგილზე გენოციდია მოწყობილი ჩვენ წინააღმდეგ ქართული ჯარისკაცები მშვიდობიანი მოქალაქეებიან დახოცილები, ნაწამები და უამრავი ქალი და ბავშვი გაუპატიურებული შესაბამისად ამ საშინელებაზე როდესაც არის ლაპარაკი აქ ბევრი განმარტებაა საჭირო მაგრამ არ დაგვავიწყდეს აქვე ქალბატონო ანა რომ ჩვენ ვლაპარაკობთ ხელისუფლებაზე რომელიც აი თქვენ თავად ახსენეთ 11 და 12 ხო შინდისის მემორიალთან იქ სადაც აი იქ დაღუპული დაცემული გმირულად დაცემული იმ 17 ჩვენი გმირის ნათესავები გარშემო იყვნენ აი ამათი თვალწინ ლაპარაკობდნენ სამშობლოს მოღალატეობრივ ტექსტებს მე ნამდვილად არ ვარ იმ წარმოდგენის ამ დიდერზე რასაც ქართველი ხალხი ქვია ესეთი სულ წარმოდგენის რომ აქ რაღაცა უმრავლესობა პრორუსია ცალსახად არა მაგრამ ეს ცალსახად უნდა ითქვას რომ საქართველოს ხელისუფლებაში დღეს არიან სამშობლოს მოღალატეები ტრის სამსახურში მდგომი ხალხი იმიტომ რომ შენ როდესაც მიდიხარ 17 გმირულად დაცემული ადამიანის მემორიალთან შინდისში და როდესაც იქ ამბობ რომ ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა და ომი დაიწყო ანუ საქართველოს გამოდის რომ აი ბოდიში ამ გამოთქვისთვის, მაგრამ უდიდეს შეურაცხყოფას აყენებ. მათ სულებს, მათ ოჯახებს, მათ ხსოვნას და იმ იდეას რის გამოც დაეცნენ. ესე იგი საქართველოს აგრესორია, ესე იგი ეს ადამიანები სამშობლოს კი არ იცავდნენ, საკუთარი სისხლის ფასად, საკუთარი ქვეყნის მიწა კი არ დაიცვეს, საკუთარი სიცოცხლე, საკუთარი ქვეყნის მთლიანობისთვის კი არ დათმეს, არამედ აგრესიისთვის დათმეს. აგრესიისთვის ერთ-ერთ ჩვენ ნაწილზე, ხო, ტერიტორიის და იმ ხალხზე, რომელიც იმ დიდი ერისახელმწიფოს ნაწილია, ურს ხალხს ვიძახი, რასაც ქართული სახელმწიფოს და ქართული ერის სახელმწიფო ქვია. ამას რო აკეთებ, ხო, იქ იდგა, ხო, გმირად დაღუპული ონიანის და მაგალითად სხვები და სხვები. ისინი იქ იდგნენ და ესენი ამათ არ ერიდებოდათ. იდგნენ ხალხო აი ამ მემორიალის ტერიტორიაზე ეს ხომ და ყველას ესმოდეს. ამ დღეს, ამ უდიდესი ტრაგედიის დღეს გმირების, რომელიც რა ვიცი, ყველა ლეგენდარული გმირის ტოლფასნი არიან, ვინც საქართველოს ისტორიაში დღემდე გვახსოვს. და იქ დგანან და ლაპარაკობდნენ აი ამ ტერიტორიიდან, ამ მემორიალის ფონზე, იმაზე რომ საქართველოს ომი დაიწყო, რომ საქართველოს ამის უკან deep state. არა, არ მიკვირს, მაგრამ ამით პასუხობ პირველ ნაწილში შენ მიკითხვის, რომ თანმიმდევრულობაზე ოცნების ბევრჯერ გისაუბრიათ კი ბატონო. პოლიტიკური სპექტრიდან, გულისხმობ ხელისუფლების ოპონენტებისგან და ქართული ოცნება არის გამორჩეული ძალა
ძალა, რომელიც თავის მას შორის სამიზნე აუდიტორიასაც ელაპარაკება და ეს ძალა თუ ფიქრობს, რომ ასეთი ნარატივის გავრცელებით რაღაცა მისი ძალაუფლებაში დარჩენის მექანიზმს ამყარებს, აგრძელებს ამის ლაპარაკს წლების განმავლობაში, რჩება და თulis, რომ წარმატებით ახორციელებს ამ ტიპის პროპაგანდას. აი, ამიტომ გეკითხებით თქვენი საპასუხო ეს ახალი ნაბიჯია ანა, ეს აქამდე ესეთ რამე არ გაუკეთებია, ეს ახალი ნაბიჯია. არა, ყოველწელს არ ამბობენ. დააბრალოს, იცი რა, ესე ამ დღეებში. ანუ ანწუხელიძე იყო კომისიაზე ნათქვამი ხანის. ხო, და ეს ბოლო პერიოდის შეტევა არის, რომელიც კომისიაზე დაიწყო და ეხა ღიათ ამ აგვისტოს დღეებში დაიწყეს ლაპარაკი, მაგალითად, როდესაც უნდა ელაპარაკო ქართული გმირების თავდადებაზე, დაიწყეს ლაპარაკი იმაზე, რომ მე თქვენ და საქართველოს სხვა მოქალაქეებს ციხით გვემუქრებიან კერით უგძულს და ამ სიძულულს თუ გამოხატავ, ანუ რუსი როგორც კერი. ამ სახელმწიფო უგძულ, ამაზე გელაპარაკება. იმის მაგივრად რომ ბოდიში იმის მაგივრად რომ შინდისის გმირების დაღუპვის დღეს ილაპარაკონ ამ ხელა ღვაწლი გაიღო ამ ხალხმა ჩვენი ქვეყნისთვის ლაპარაკობენ ქართველი მუსიკოსები და არტისტები მოსკოვში როგორ მღელოდნენ თურმე ომის შემდეგ აი იქ ლაპარაკობენ ამაზე აი ამ სიგიჟეში որ შესაბამისად არავინ არაფერს არ აგვიხსნის იმიტომ რომ იქ დიდ ფულს აკეთებენ და ფეხებზე ანა ფეხებზე კიდიათ ყველაფერი ბოდიში ამ გამოთქვის გადავალ აუცილებლად არ ვერიდებ ამ კითხვას არც შეერღოს ფეხებზე კიდიათ თავარია ფული აკეთონ სამშობლო ეს ტიპები ფულში დაახურდავეს ამათ რამე იდეა კი არა ვთქვათ სერგო ორჯონიკიძეს მსოფლიო რევოლუცია უნდა და კომუნისტი იყო და ეს სერგო ორჯონიკიძეც არა ირაკლი კობახიძე არის მართლა უსამშობლო უსისხლო აი ბოროტესი არარაობა რომელსაც არაფერი არ ადარდებს გარდა დავალების შესრულებისა რომ ეხა დაიწყოს აი ეს რაღაცა უიარაღო ანექსია რომლის წინაშეც ვართ რას აკეთებს ამის წინაშე ოპოზიცია და რა არის ოპოზიციის რა ვიცი ლელო ძლიერი საქართველოს არც ერთი წუთი არ გადაუხვევია იმ გზიდან რასაც ქვია ქართული პატრიოტიზმის და ქართული სახელმწიფოს იდეა იმ გზიდან რომ ამ კონფლიქტის მოგვარება რა თქმა უნდა მშვიდობიანი უნდა იყოს როგორც ეგრეთ წოდებული ცხინვალის რეგიონის ისე ეგრეთ წოდებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ამ კონფლიქტის მოგვარების გზა უნდა იყოს მშვიდობიანი მაგრამ ეს მშვიდობიანი მოგვარება ქართული სახელმწიფოს ღირსების ხარჯზე არ უნდა მოხდეს რომ ამ კონფლიქტის მოგვარება არ უნდა იმ ყველა უსაფრთხოების შეხედეთ აქ ხო მარტივად უნდა გვესმოდეს ჩვენი მტრები აფხაზი ხალხი კი არა და აფხაზები კი არ არიან სეპარატისტები რომლებიც რუსეთის სამსახურში არიან მტრები არიან ამ ქვეყნის მაგრამ აფხაზები კი არ არიან ამ ქვეყნის მტრები არიან რუსები გალბატონოა რუსებმა მოახდინეს ეს ომი ეს არის საქართველოს რუსეთის ომი აფხაზეთში ეს არის საქართველოს რუსეთის ომი ცხინვალის რეგიონში იმათმა მოახდინეს ეს ომი ამიტომ აქ მარტივია რუსეთთან ურთიერთობის დაალაგება საჭიროა რა თქმა უნდა საჭიროა მაგრამ ეს ურთიერთობის დაალაგება არ უნდა მოხდეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის დაკნინების ხარჯზე ეს დაალაგება უნდა მოხდეს იმის ხარჯზე რომ საქართველოს სუვერენიტეტის რეალური საფუძველი ორი საფუძველი ხო ერთის მხრივ უსაფრთხოების კომპონენტი და მეორეს მხრივ ეკონომიკური კომპონენტი ანუ საქართველოს უნდა იყოს ძლიერი უსაფრთხოების თვალსაზრისით და ის ძლიერი უსაფრთხოების თვალსაზრისით რუსეთთან მიმართებაში იქნება მარტო იმ შემთხვევაში თუ მისი მოკავშირეები არიან ისეთი ძალები უსაფრთხოების სიძლიერის რომელიც რუსეთზე ძლიერები არიან ანუ მარტივად რომ ვთქვათ მარტივი პარადიგმა არის რუსებს ეშინიათ თავზე ძლიერის საქართველოს მოკავშირეები არიან რუსებზე ძლიერები ანუ ის ისტორიული მოკავშირეები რომელიც 35 წელია ყავს შეერთებული შტატები და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნები რუსეთზე ძლიერები არიან სამხედრო თვალსაზრისით და ამიტომ მათთან ერთად დგომა რუსეთისთვის არის დისუაზიური მექანიზმი ანუ ის არ გადადგავს ამ ნაბიჯს იმიტომ რომ იცის რომ საქართველოს უკან ძლიერები დგანან თუ მან იცის რომ საქართველოს უკან ძლიერები არ დადგანან და ვიღაცა ბიძინას შელოცვით დგას იქ ეს არ მუშაობს რუსზე იმიტომ რომ რუსი აი რაღაცა ცხოველური პრიმატული დამოკიდებულების ხალხია ასეთ პროცესებთან ანუ დამყრობელია ბოროტი დამყრობელია მთელი თავისი არსებობის მანძილზე ის თავის სახელმწიფოებრიობას კვებავს მეზობლებზე აგრესიით მარტივი პარადიგმა არის ეხა ეს რაღაცა რაც არ უნდა ფეხზე და იმაზე ყირაზე დადგეს კობახიძე და იმით ბრეიკდანსი იცეკოს საკუთარ კეფაზე მამუკა მდინარაძემ ეს ესე იქნება რაც არ უნდა ისა რა ქვია სიტყვიერი ფაღარათი არ უნდა დაიმართოს ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გეორგიევსკის ტრაქტატთან არაფერი არ შეცვლის იმას რომ 83 წელს დადებულ შეთანხმებაში 1783 წელს დადებულ გეორგიევსკის ტრაქტატის შეთანხმების დღიდან საქართველოს ანექსიამდე ეგრეთ წოდებული ალექსანდრე პირველის გამოცემულ აქტამდე არც ერთხელ არც ერთი წუთი არც ერთი პუნქტი რომელიც ამ შეთანხმებაში იდო არასდროს არ შესრულებულა არასდროს არც ერთხელ ქალბატონოანა ეს ჩვენ მოქალაქეებს რომელსაც ძალიან კარგად ისიან დარწმუნებული ვარ მაგრამ ახალგაზრდა ხალხის გვიყურებს რომ შეიძლება ესე დეტალურად არ იცოდე ყველას უნდა ესმოდეს რომ და იმ მომენტიდან როდესაც
ბევრი რამის იძულებით ერეკლე მეორემ დაადო გიორგიევსკის ტრაქტატი რუსეთის იმპერიასთან იმ წამიდან და საქართველოს ანექსიამდე 1801 წელს, როდესაც საქართველოს სახელმწიფოებრიობა და ეკლესიის თავისუფლება გაუუქმეს, არც ერთი დღე გიორგიევსკის ტრაქტატის შეთანხმების არც ერთი პუნქტი რუსეთის იმპერიას არ შეუსრულებია. რაც არ უნდა იფურთხოს სახელმწიფო ტრიბუნიდან ირაკლი კობახიძემ ამ შთამომავლობითმა გამყიდველმა სახელმწიფოს საქართველოს შთამომავლობითმა გამყიდველმა რამდენიც არ უნდა ისტერიკაში ჩავარდეს ვერასდროს ვერ გადააჭარბებს ივანე ჯავახიშვილის შეფასებას ვერასდროს ვერ გადააჭარბებს ისტორიულ სიმართლეს რომ ეს იყო უდიდესი ბოროტება რომ რუსი არის ბოროტი საქართველოსთან მიმართებაში შეიძლება საკუთარ შვილებთან კარგები არიან მაგრამ ჩვენთან ბოროტები არიან ვეზიზღებით დასანახავად ვერ გვიტანენ და ეს გამოიხატება მარტივ დაბეში საქართველოს სახელმწიფოებრიობა არ უნდათ, საქართველოს ეკლესიის თავისუფლება არ უნდათ, ქართული ენის გაქრობა უნდათ და ეხლა ამაში მითარგმნოს რომ ტურისტს არ დავანა, ხო? მე მაშინ მაინტერესებს ვინ ტურისტია, იმ ტურისტს ვინ ყავდა, ვინც იბრძოდა აფხაზეთში თუნდაც. აი ეს რაში მაინტერესებს? მე რო ჩემი სახელმწიფო ღირსება დავიცვა. ამაში რა რუსოფობია, ხალხო, რუსოფობია არის რუსეთის იმპერიიდან ამოსული დამპლესი ტერმინი, რომელიც გარდა რუსული სამყაროსი და რუსული სახელმწიფო პროპაგანდის არავის არ გამოუყენებია ქალბატონოანა არავის გარდა იმ ხალხის აი ესეც ისტორიული მოვლენა ამასაც ვერაფერს ვერ უზავ არავის ამ ქვეყნის სამყაროს ისტორიაში გარდა რუსული სახელმწიფო ფიგურებისა და რუსეთის სამსახურში მყოფი ხალხისა ტერმინი რუსოფობია არ გამოუყენებია ეს არ არის მეცნიერული ტერმინი ეს არის ბოროტება ამაზე ლაპარაკი ამიტომ მარტივი ჭეშმარიტებები არსებობს ჩვენ ვიცავთ ამ ქვეყნის სუვერენიტეტს ისინი მისი მტრები. გასაგები შესაძლოა ეს არის. შესაძლოა არ არის, ეგრეა გარანტირებულად გეუბნები. იცი, აი თქვენ ისე ყვებით, რომ მარტივია ეს ყველაფერი, მაგრამ არა, მარტივია ამის ცოდნა. თორე მარტივი ვითარება არ არის ამ ქვეყანაში. მარტივია, რომ ეს ყველაფერი შესაბამისად მიიტანო მოსახლეობამდე. არ არის მარტივი. რატო გეუბნებით, იცით, რომ მე საბოლოოდ მაინც ელექტორალურ ჭრილში ითარგმნება, ხო, ყველაფერი, იმიტომ რომ თუ შენ ლაპარაკობ და რაღაც არ ხარ სარწმუნო, გამოდის რომ ტყუილად ლაპარაკობს, ნებისმიერი, ვისაც არ უნდა ეხებოდეს, გინდა პოლიტიკოსი იყოს, გინდა ანალიტიკოსი, გინდა მედია, რა მნიშვნელობა აქვს, ზოგადად ვამბობ. აი, როგორ გესახებათ ის, რომ უფრო სარწმუნო იყოს ოპოზიცია? მგონია რომ მე არ დამისახურებია თქვენგან ახლა იმის. არა, მე ნებისმიერ სოდესმე ლაპარაკობ. რას ვერ გავიკეთე. არ ვიცი, რამე არასარწმუნო ხო არ მეთქვამს ახლა თქვენ. მე ჩემზე კი არ გელაპარაკებით. ანუ საზოგადოებაზე ვსაუბრობ და როდესაც ელექტორალურ მხარდაჭერაზე ვლაპარაკობ მიზნაზე, ამისთვის აუცილებელია რომ ნებისმიერი პოლიტიკოსის საუბარი იყოს სარწმუნო და აი მე სპეციალურად ვახსენე უსაფრთხოების და იგივე კონფლიქტების ეხა აქტუალურია, ხვალ 14 აგვისტოა აფხაზეთის ომის დაწყების თარიღი და ეს თემები ძალიან ისეთ მნიშვნელოვანია. იყოს მნიშვნელოვანი არის თუ არა რომ იყოს ლაპარაკი აი კონფლიქტის თუ უსაფრთხოების უკეთეს ხედვაზე. ჩვენ ქვეყანაში ეს არის სერიოზული პრობლემა, რომ ჩვენ საზოგადოების დაკვეთა სამწუხაროდ დღეს არა, ეხლა ესეც პირდაპირ ვთქვათ, ხო, ამასიც არაფერი არ არის დასამალი. ამას ყველა კვლევა ამბობს, რომელიც თუნდაც უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ჩატარებულა, რომ კონფლიქტების მოგვარების საკითხმა ჩვენი თანამოქალაქეების პრიორიტეტებში სამწუხაროდ უკან ჩამოიწია. და ეს არის მიზანმიმართული ქართული ოცნების პოლიტიკის შედეგი. სხვათა შორის ამ თემასთან დაკავშირებით, ჩვენი ხედვა მე არ შემიძლია ჯადოსნურ ფორმულებზე გელაპარაკოთ. არა, უფრო უსაფრთხოების ნაწილი. მე ვერ გელაპარაკებით სხვების მაგალითად. მე შემიძლია მარტივად გითხრათ, რომ საქართველოს კონფლიქტების მოგვარების გზა გადის ლელოძლიერი საქართველოს ხედვით გადის შვიდობიანად ამ კონფლიქტების მოგვარებაზე, მაგრამ შვიდობიანად მოგვარება ნიშნავს პირველ რიგში საქართველოს სიძლიერის ამ პროცესში უნდა შევიდეთ ძლიერები. სხვანაირად ამ პროცესთან წარმატებულები ვერ გამოვალთ, იმიტომ რომ ჩვენი 250 წლიანი მტერი გველაპარაკება საპირისპირო მხარეს. შესაბამისად, მასთან მიმართებაში რომ ის დათმობაზე წამოვიდეს, კიდევ ერთხელ გავუმეორდები, აქ აი ჩვენი დოქტრინა არის საკმაოდ მარტივი. საქართველოს სჭირდება ძლიერი უსაფრთხოების სუვერენიტეტის და უსაფრთხოების დაცვის ჩარჩო და ჩვენ ამ ჩარჩოს ვხედავთ საქართველოს ინტეგრაციაში ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში. შესაბამისად, ეს არის იმის რომ რუსეთზე ძლიერი პარტნიორები საქართველოს მეგობრები იდგებიან საქართველოს გვერდით და ეს არის აბსოლუტურად რეალური მოვლენა, რომ ისინი იყვნენ ჩვენი სუვერენიტეტის მხარდამჭერები და ამის გარანტორები მათ შორის და მეორე ეს არის ეკონომიკური სიძლიერე. ანუ საერთაშორისო ეკონომიკურ ჯაჭვში ისეთი როლისა და ფუნქციის შესრულება, როგორი როლის და ფუნქციაც
აგრეთვე იქნება რუსეთისთვის შემაკავებელი ძალის მქონე. ეს ფუნქცია არის საქართველოს შუა დერეფნის ფუნქციის სრულფასოვნად გამოყენება, ანუ დაკავშირებადობა დასავლურ სამყაროსთან, ამ შემთხვევაში ევროკავშირის ქვეყნებთან და ჩინეთს შორის. რა ფუნქციას უნდა შეასრულოს ანაკლიის პორტმა, მოდერნიზებულმა რკინიგზამ, ანუ ეგრეთ წოდებული გამტარობის ფუნქცია. როდესაც საქართველოს ხდება სრულფასოვანი ნაწილი ამ ჯაჭვის, ერთ დროს საქართველოს მდიდრდება როგორც სახელმწიფო, ქართული საზოგადოება მდიდრდება ერთ თაობაში, აღწევს იმას, რასაც შეიძლება საუკუნეები დაჭირდეს სხვა შემთხვევაში, აი ეს ეკონომიკური როლი და მნიშვნელობა საერთაშორისო სავაჭრო ჯაჭვში და მეორე უსაფრთხოების გარანტიები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი შეერთებული შტატებისგან და ჩრდილოატლანტიკური ალიანსისგან. ამაზე გადის ის, რომ საქართველოს იმ მოლაპარაკებებზე მაგიდაზე, რომელშიც ჯერ ესეც მარტო არ დაждდება რუსეთთან ერთად და დაждდება გამაგრებული აი ამ ორი თავარი ღერძითა და ბოძით, რომელიც არის უსაფრთხოების გარანტიები ჩვენი პარტნიორებისგან და მეორე ეკონომიკური როლი და საერთაშორისო სავაჭრო ჯაჭვში როლი, აი ამ ორი დიდი სვეტით გამაგრებული საქართველოს ჯდება მოლაპარაკების მაგიდაზე და ის ახერხებს, რომ დაჯაბნოს მოპირდაპირე მხარეს სამყაროში თავისუფლების და ცივილიზაციობის მტერი დღეს რუსეთის ფედერაცია. ამაზე გადის ეს. ეს მე ხა როგორ კონკრეტულად ხდება, ეს ცოტა ცელი სალაპარაკო არის, მაგრამ თავარი ხაზი ჩვენი დოქტრინისა არის ეს. ამიტომ ჩვენ მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ, რომ შეხედეთ ლელოძლიერ საქართველოს ეს შემოთავაზება აქვს და ასე აპირებს ამ გზაზე სიარული. ქართულ ოცნებას აქვს შემოთავაზება, რომ საქართველო გახდეს რუსეთის ფედერაციის ვასალი სახელმწიფო და ასე შემოიერთოს და ვასალ სახელმწიფოდ გადაქცევა ნიშნავს, რომ როგორც დღეს არის აფხაზეთი და ეგრეთ წოდებული ცხინვალის რეგიონი ოკუპირებული, ვასალური მდგომარეობა ნიშნავს, რომ სრულიად საქართველო იყოს ოკუპირებული და ასე გავერთიანდნენ და ასე გაერთიანდნენ თავის წინაპრებთან იქ სადაც უნდათ აი ამ მოღალატეებს. ასე გაერთიანდნენ არ მინდა დავასრულო კიდე რატომ მკითხეთ, იცით რომ აი ომის დამშვიდობის პროპაგანდა რო ვახსენე, ახლა ეს რუსი ტურისტები და რუსოფობიაზე რო იყო საუბარი, სულ ბოლო განცხადებაში რომელიც ჰქონდა კობახიძეს და გამოწვევად იყო დასახელებულია ეს ტურისტები პლაჟზე უვარდებიან და სამარცხვინო კამპანია, სამარცხვინო დამაკნინებელი ქართული საზოგადოების და ჩვენი სახელმწიფოების. იქ ესეთ რაღაც ამბობდა რომ ანუ ხელისუფლებას ანუ ის რომელშიც ის იმყოფება ასახელებდა რაღაცა იმ ეკონომიკური აღმავლობის წყაროთ და შემდგომ აი იცით რომ რაღაც კოლექტიურს და აგენტურას ეძახის ყველას ერთ ქვაბში ხარშავენ რომ აი რუსი ტურისტები გაბრაზდებიან, გაიქცევიან, ჩამოიშლება ეკონომიკა, მერე თუ მემტერს დაუძახებ, მერე ტანკიც უნდა დავქოქო და ამით მორჩება ყველაფერი და ისინი არიან ამის წყარო. აი ამის გასაწყლების რიტორიკაზე არის ყველა ჩემი კითხვა. ის უსაფრთხოება და ის მშვიდობა და წყეულიც იყოს ის ეკონომიკური განვითარება, რომელიც დგას რუს ტურისტზე და რუსეთზე დამოკიდებული. არავის, ანუ მართლა იდიოტი უნდა იყო, პირდაპირ ვამბობ, იდიოტი უნდა იყო, რომ გჯეროდეს, რომ რუსეთზე თუ ხარ ეკონომიკურად ჩამოკიდებული და დამოუკიდებელი, აი ბაბაიას ზახილით უძველესი გამოთქმა, ხო? რომ ამას შეინარჩუნებ და ამაზე თუ იდგება, ყველაფერი კარგად იქნება. თავარია რუსმა ბოდიში და მოისაქმოს საქართველოზე თავიდან ბოლომდე, არ მაინტერესებს ტურისტს დაუძახებ თუ იმას რა ქვია, კაცო, სამხედრო რა მნიშვნელობა აქვს. თავარია რომ ჩვენ თავზე მოისაქმოს რუსმა და ჩვენ ყველაფერი გაუტაროთ, იმიტომ რომ ამაზე დგას ეკონომიკა. როგორ შეიძლება ქართული ეკონომიკა დგას, იდგეს, აი მარტივ კითხვას ვსვავ, ხო? ვინც გვიყურებს, ეხა არ მინდა რომ რთული რაღაცეები, ხუთშაბათის საღამო და რთული რაღაცეებზე ვილაპარაკოთ. მარტივ რაღაცას დაუფიქრდეთ, ხალხო, მარტივ რაღაცას დაუფიქრდეთ. შეხედეთ, როგორ შეიძლება, რა რეალობაში არის ეს ნორმალური, რომ ქვეყნის, რომლის ტერიტორიაზე დგას მტრის არმია, მტრის შეერაღებული ძალები, ათობით ათასი სამხედრო მოსამსახურე რუსეთის დღეს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას ამაგრებს, საქართველოს წართმეული კონდეს კონტროლი თავის ორ რეგიონზე, აი ასეთ მდგომარეობაში ფაქტიურად საომარ ვითარებაში ვიყოთ და ქართული ეკონომიკა იყოს დაკიდებული რუსეთზე, ხო? ერთ-ერთი ბოლო კვლევა, რომელიც IPRC-მ გამოაქვეყნა, ის ძალიან კარგად აღწერს ამას, რომ ხორბლის ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული პროდუქტის 98% შემოდის რუსეთის ფედერაციიდან. ანუ რუსეთის ფედერაციამ ერთ ჩვენერ დღეს გადაწყვიტოს იმის გაკეთება
გაკეთება, რაც გაკეთა 2006 წელს, საქართველოში ერთ კვირაში პური აღარ იქნება უბრალოდ. როგორ შეიძლება რომ საწვავით ვიყოთ დამოკიდებული რუსებზე? აი ეს როგორ შეიძლება? როგორ შეიძლება რომ ზარდი იყოს ენერგომატარებლებზე დამოკიდებული რუსეთის ფედერაციაზე? აი რა სიგიჟეა? როგორ შეიძლება რომ ქართული ღვინის თავარი საექსპორტო პროდუქტის, რომელიც ამ ქვეყანას აქვს, 60%, ანუ ფაქტიურად ბაზრის უდიდესი წილი დამოკიდებული იყოს რუსეთში გატანაზე. როდესაც ვიცით, რას აკეთებს რუსეთი, როდესაც პოლიტიკური ნიშნით უნდა ეკონომიკური ბერკეტის გამოყენება. გვინახავს, განგვიცდია, შეგვციებია ამის გამო 2006 წელს ბოლოს, ხო? როგორ შეიძლება რომ ეს სერიოზულად აღიქვა? რომ რუსტურიძე იყო დამოკიდებული. როცა მოუნდება, როცა რაღაცა გადაუბრუნდება და კობახიძის ტაკიმასხარაობა აღარ მოეწონება, შეუძლია რომ დაკეტოს საზღვარი და იგივე გააკეთოს გაუტონო, რაც 2019 წელს გააკეთა ზაფხულში და ჩამოშალა მამის ტურიზმის სექტორი. ამიტომ არ შეიძლება მათზე დამოკიდებულება არ შეიძლება. მათი ნდობა არ შეიძლება. მარტივი მიზეზის გამო, ქალბატონო ანა, რუსეთი მტერია და მტერს უნდა შენი განადგურება. და როდესაც ჩვენ ამას ვერ აღიქვავ და როდესაც ჩვენ ამის ახმა არ გინდა და შენი ხელისუფალი გეუბნება რომ ეს ასე არ არის, უნდა მიხვდე რომ ის მოღალატეა და ამ მტრის სამსახურში დგას. ამიტომ მე მგონია რომ კი რთულია დღევანდელი რეალობა, კი რთულია ის ვითარება, რომელშიც ვართ, მაგრამ საქართველოს მოქალაქეები აი ასეთ გადაწყვეტ მომენტში ყოველთვის ავლენენ, რომ ისინი არასდროს არ მოიქცევიან ისე როგორც იქცევა კობახიძე და ქეთს არ მოიხდიან მტრის წინაშე. არ მოიხდიან ქეთს. აი ეს მარტივი ამბავია. აი საჩვენე ერთ-ერთი ყველაზე ბოლო ამის გამოვლინება იყო აი ეს ქორწილი იმაში, რა ქვია, კახეთში ამას წინა ჩატარებული, რომლის გამოც ბოდიში და აეწოვათ. აი ეს მთელი სიბინძურე რითიც ახლა მთავრობა არის დაკავებული ეს რაღაც ანტირუსოფობიური კამპანიით, ეს ხდება ამის გამო. ეს ხდება აი ამ მონური დამოკიდებულების გამო, რომ ხალხო შეხედეთ, აი არა ვართ ჩვენ ეს არა ვართ საქართველოში, ეს არ მოუვა. თუნდაც ბოდიში და მოისაქმონ ეკლესიების კედლებზე. თუნდაც აი ეს სიბინძური აკეთო, რასაც ყოველდღიურად, ყოველი ფეხის ნაბიჯზე ხედავთ ბათუმში, თბილისში, აი ამ უბანში, სხვათა შორის, აი აქ რა უნდოდა რუსების მასიურ შემოსევას, მაგრამ თქვენ ტელევიზიის გარშემო გადაჭედილია ყველაფერი. საყოფით საფუძველზე კონფლიქტები არის ყოველდღიურობა, მაგალითად მთელი ბათუმის, ყოველდღიურობა ნახევარი თბილისის და ამ რეალობას ვერ დამალავს თუ კიდევ ერთხელ ვამბობ, სულ რომ საკუთარ თავკისერზე ბრეიკდანსი იცეკოს პრემიერ-მინისტრმა. სამარცხვინო. როდესაც ადამიანი და ამას შეიძლება არც კონდეს დიდად მნიშვნელობა ეთნიკური ნიშნით, არსემს პატივს შენს სუვერენიტეტს, შენს დამოუკიდებლობას. აქ ხო ეგ არის პრობლემა, თორე შეხედე ანა ჩვენ, იმიტომ რომ მის ასტორია გრანდეს მაგალითიც მოიყვანა ირაკლი კობახიძემ, რომ აი ერთ-ერთი მაგალითად დაასახელა პლაჟზე დარბიანო და მეორე გემს დახვდნენო და იმ გემიდან მაყურებელს უნდა ახსოვდეს კარგად. ვიღაცა ღორი იყო გადმოვადგარი რუსეთის დროში. შეოდნენ საოკუპაციო პოლიტიკის მხარდამჭერი განცხადებებით გამოირჩეოდნენ და ამ ხალხზე იყო ლაპარაკი. ამიტომ სწორედ ანუ აქ მარტივ რამე ანა, შეხედე მე ეს გაუნათლებლები მართლა რუსეთნება თუ გავიგე. აქ არა, ჩემთვის მაგას მნიშვნელობა არ არის. აქ არ არის ეთნიკურ ზიზღზე. ტერიტორიულ მთლიანობას. ეთნიკურ ზიზღზე არ არის ანა ლაპარაკი. ეს არის სისულელე. ეთნიკურ ზიზღზე არაფერი შუაში არ არის. არ აყავთ მაგათ თავრობაში კაცი პირდაპირ გეუბნები, ვინც ჩემზე კარგად ლაპარაკობს რუსულად. პირდაპირ ვამბობ ამას. ან რა ვიცი, რუსული კულტურა და რუსული ცივილიზაცია არც ერთმა მათგანმა არ იცის ისე მაგალითად როგორც მე ვიცი ამას ვიძახი სრული პასუხისმგებლობით. მაგრამ ეს ხო იმას არ ნიშნავს, რომ რა ვიცი, თავი დაუხარო მტერს. ეს ნიშნავს, რომ ის თუ პატივს არ მცემს, ამიტომ ვამბობდით ანა, ბოდიში და ამით დავამთავრებ. ამიტომ ვამბობდით. ლელო, რამოდენიმე 4 წლის წინ რომ მაშინვე საჭირო იყო, იმიტომ რომ აი ეს უდიდესი რისკი, რომელიც მაშინვე ჩანდა 4 წლის წინ, რომ საქართველოს დაცვის აქტი იყო მისაღები, რომ ადამიანები, რომლებიც საზღვარზე მოაწერენ ხელს იმას, რომ ისინი არიან ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეები ამ ქვეყნის ტერიტორიაზე, ისინი აქ სხვანაირად მოიქცევიან და ბევრი თანხლები მოვლენა კიდე.